და ისევ საქართველოს და სპორტის საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში უპრეცედენტო ახალგაზრდული სპორტული პროექტის საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას 2-დან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმი უმასპინძლებს. შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში ჩატარდება, სადაც გამარჯვებისთვის 1200 სპორტსმენი იბრძოლებს. საქართველოს ევროპის მე-7 ქვეყანაა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძელი იყო. ტურნირში ჩვენი ქვეყნის რეგიონის ნაკრები გუნდები გამოვლენ. ფესტივალის გახსნის ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, ხოლო დახურვის ბათუმის ბულვარში გაიმართება. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველი მულტისპორტული შეჯიბრებაა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას. არასდროს ჩაგვიტარებია ესეთი მასშტაბური ღონისძიება და სწორედ რომ ეს ნაბიჯი გადავდივით ჩვენ და ფიქრობ რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი პროექტი და შემდგომი საფუძველი ჩაეყრება რომ ჩატარდეს საქართველოს ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც აჭარის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსგან მოდის, როგორც ფინანსურ მხარდაჭერაში, ასევე საორგანიზაციო ნაწილში. ღონისძიება სტარტს აიღებს 2 ივნისს და მინდა გითხრათ, რომ იქნება გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის მასობრივობის და ქვეყნის შინი და ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის პოპულარიზაციას, მასობრივობის და დარწმუნებული ვარ, რომ აქ აღზრდილი სპორტსმენები, აქ მონაწილე სპორტსმენები მომავალში არაერთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენს ქვეყანას მოუტანენ არაერთ დიდ წარმატებას.